ჯგუფური თავდასხმები, დაუნდობელი ანგარიშწორება და ფაშისტური იდეოლოგია, ნეონაცისტური დაჯგუფების მორიგი დანაშაული. მძიმე ბრალდებებით დაკავებულია 13 პირი, მათ შორის არიან სკოლის მოსწავლეებიც. დანაშაულებრივი სქემა სასტიკია, თავდასხმის სამიზნე ხდება ნებისმიერი, ვინც არ მალავს, რომ ნეონაცისტურ ხედვებს არიზიარებს. მსხვერპლს ჯგუფურად ესხმიან თავს, ამცირებენ, აწამებენ და ამ ყველაფერს მობილურებით თავადვე იღებენ. მტკიცებულებების მიუხედავად დაკავებულთა ოჯახები მათ უდანაშაულობაზე საუბრობენ, თუმცა პრაქტიკა აჩვენებს, რომ მოზარდების ორმაგი ცხოვრება ხშირად ყველაზე ახლობლებისთვისაც კი შეუმჩნეველი რჩება. 23 წლის ლუკა კობაიძე ერთ-ერთია, ვინც დუმილი დაარღვია და კურიერი პიესი ინტერვიუ მისცა. მას სამჯერ დაესხნენ თავს. მირიან ბოქოლიშვილის რეპორტაჟი. ეს არ არის მძაფრ სიუჟეტიანი ფილმის ეპიზოდი, არც საგანგებოდ დადგმული სცენები. ეს რეალობაა, რომელიც შესაძლოა თქვენს უბანში და სამეზობლოშიც ხდებოდა. ახალგაზრდა ბიჭები მსგავსი ვარცხნილობით, საერთო ჩაცმის სტილით და ერთი იდეოლოგიით უმოწყალოდ უსწორდებიან ყველას, ვინც მათ შეხედულებებს არიზიარებს. ფაშისტური დაჯგუფება ძირითადად მოზარდების შემადგენლობით საკუთარ თავს მორალურ მსაჯულად წარმოაჩენს და ფიქრობს, რომ ძალადობის, წამების და დამცირების გზით საზოგადოება მავნე ელემენტებისგან უნდა გაწმინდოს. ხელები მიკანკალებს ამიტოვა ეხა სტრესმა. 23 წლის ლუკა კობაიძეც, რომელმაც დუმილი კურიერი პიესთან დაარღვია, ნეონაცისტების ერთ-ერთი მსხვერპლია. მას ჯამში 20-მდე პირი სამჯერ დაესხა თავს. ახალგაზრდა მამაკაც ხელკეტებით, ბოთლებით და კასტეტებით სასტიკად გაუსწორდნენ. ფიზიკური დაზიანებები დღეს უკვე აღარ ეთყობა, თუმცა მაშინ განცდილი მძიმე სტრესი ახლაც მოჰყვება. გვიყვება, რომ ჯგუფური ძალადობის შემდეგ იძულებული გახდა უნივერსიტეტში სწავლაც მიეტოვებინა და საზოგადოების თავშეყრის ადგილებში სიარულიც. ფაქტობრივად ვერ ვახერხებდი ხოლმე ხალხმრავალ ადგილებში სიარულს ისე რომ არ მქონდა ფიქრი რომ ვინმე ხომ არ მომყვება, ვინმე ხომ არ მაკვირდება რამე კონკრეტული თავდასხმის საშუალება ხომ არ მიეცემათ ვინმეს, ვეცდები ჩიხები ავიცილო თავიდან და უფრო ესე ვიტყვი დაკვირვებულად ვიმოძრაო ქალაქში. ლუკა კობაიძე სოციალურ ქსელებში სხვადასხვა აქტუალურ თემებზე ორიგინალურ კონტენტს ხშირად აქვეყნებდა. ის მიზანში სავარაუდოდ სწორედ იმის გამო ამოიღეს, რომ დამწყები ინფლუენსერის შეხედულებები ფაშისტურ იდეოლოგიას არ დაემთხვა. დაჯგუფების წევრებმა ძალადობის მიზეზის შესაქმნელად გამოიყენეს არასრულწლოვანი, რომელმაც მსხვერპლთან რომანტიული ხასიათის მიმოწერა წამოიწყო, თუმცა უშედეგოდ. მიუხედავად ამისა, მამაკაცი სახლიდან გამოიტყუეს და არაადამიანურად უსწორდნენ. მას შემდეგ ლუკა კობაიძეს ფაშისტური დაჯგუფება თავს კიდევ ორჯერ დაესხა. ჩემი შეხედულებების შესახებ ცნობილი იყო, იმიტომ რომ რადგან ვდებდი ვიდეოებს TikTok-ზე და Instagram-ზე, ასევე გავდიოდი TikTok live-ებში, ხშირად ვსაუბრობდი ხოლმე ზოგად საკაცობრიო საკითხებზე და ცნობილი გახდა ალბათ მათთვისაც ლოგიკურია, რომ ესეთი მსოფლო მხედველობით ვიყავი მე აღჭურვილი. იტები, ბოთლები და ხელები, ფონუ, ყველაფერი გამოიყენეს რაც შეეძლოთ. 18 წლის მოზარდია ის, ვინც ახალგაზრდა მამაკაცის სახლიდან მოტყუებით გაიყვანა და მასზე თავდასხმაშიც მონაწილეობდა. ახლა ის იმ 13 პირს შორისაა, ვინც სამართალდამცველებმა ჯგუფური წამებისა და ძალადობის ბრალდებით დააკავეს. ბრალდებულის ოჯახში გვითხრეს, რომ ახალგაზრდა ბიჭს ნეონაცისტურ დაჯგუფებასთან კავშირი არ ჰქონია. ვარ სუდად შოკირებული, რომ ეს ბავშვი, უდანაშაულო ბავშვი რატომ მოხვდა? ეს დაჯგუფებაში არ ყოფილა. შეიძლება ერთი უბრალოდ ბიჭები ხართ და თქვენ რო შეურაცხყოფა მოგაკენონ. გაჩერდებით ისე ხალხნო. შეიძლება ამანა ზარტყა, ეხლა მე ამას ვფიქრობ და რო გამოიყარა ადამიანს ყობრიდან ქალი ვარ და შეიძლება მეც კი დამეტყა. სერიოზულად გეუბნებით. ერთი მხრივ ჯგუფური წამება, ძალადობა, ცეცხლსასროლი იარაღის ტარება და დამამცირებელი მოპყრობა. მეორე მხრივ კი უკონფლიქტო ბავშვების იმიჯი ოჯახში და უახლოეს წრეში. ნეონაცისტების ორმაგი ცხოვრება მოულოდნელი აღმოჩნდა მათთვის, ვისთანაც ბრალდებულ მოზარდებს ყოველდღიური ურთიერთობა ჰქონდათ. ძალიან გამიკვირდა, ეგ თუ მაგის ჩამდენი იყო არ მეკონა. ნამდვილად არ მეკონა.
შეიძლება მეგობრებმა ჩაითრიეს თორე დანარჩენი აქ არა ვიცი არა მაგ დონეზე თუ იყო მისული გამიკვირდა ძალიან დაეძებდნენ და მე თუ ნახეს აღარ აი პატარა ბავშვია 16-17 წლის 112-ია. ძმაკაცობის ამბავი ხო იცით ერთი რომ რაღაცას გააკეთებს მიეხმარნენ და რაღაც გვერდს დაუდგნენ მაგ იდეოლოგია, რომელიც ძალადობას აამართლებს და უდანაშაულო ადამიანებს სამიზნეებად აქცევს. გამოძიების მიერ უკვე იდენტიფიცირებულია ათობით დაზარალებული, მათ შორის არასრულწლოვანი ბავშვები. სხვადასხვა ინტერნეტ პლატფორმების საშუალებით ისინი ახდენდნენ თავიანთი საქმიანობის პოპულარიზაციას. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი კურიერი პიესთან ამბობს, რომ დაჯგუფება მთელი თბილისის მასშტაბით ორგანიზებულად მოქმედებდა და მოქალაქეებს სხვადასხვა მოტივით, მათ შორის ეთნიკური ნიშნით თავს ესხმოდა. ნეონაცისტების წინააღმდეგ რიგით მესამე მასშტაბური დაკავების ოპერაცია თბილისის სხვადასხვა მისამართზე ჩატარდა. ხელბორკილები დაადეს 13 ახალგაზრდას, მათ შორის 1 გოგოს და 2 არასრულწლოვანს. მათ შორის არსებობს იერარქია, ყავთ ლიდერები და ჯგუფის აქტიური წევრები, რომლებიც გამოირჩევიან აქტიური სხვადასხვა ძალადობრივი ქმედებით და მათ ერთმანეთს შორის იერარქიულად გამოირჩევიან გარკვეული თასმის სფერებით, ასევე მათ ცხეულზე დატანილი ეგრეთ წოდებული ფაშისტური იდეოლოგიის ამსახველი სხვადასხვა კოდებით. მოტყუებით გამოყავთ მსხვერპლი, კონტაქტს ამყარებენ სოციალური ქსელების მეშვეობით და თბილისის სხვადასხვა ლოკაციებზე, როგორც უკვე იხილეთ, ხდებოდა მათთან შეხვედრა და სასტიკი მეთოდებით უსწორდებოდნენ მათ. დიდუბე, სანზონა, ვარკეთილი, რუსთაველი, ორთაჭალა ეს იმ ლოკაციების არასრული ჩამონათვალია, სადაც ნეონაცისტები ძალადობის სცენებს აწყობდნენ, მსხვერპლს ამცირებდნენ, იარაღის მუქარით აჩოქებდნენ და მთელ პროცესს მობილურებით იღებდნენ. ნაძალადების რაიონში მდებარე ეს ძველი საზოგადოებრივი სივრცეც ნეონაცისტებმა დანაშაულის ადგილად აქციეს. იქ, სადაც მსხვერპლის დახმარებას ვერავინ შეძლებდა, უდანაშაულო ადამიანებს სასტიკად აწამებდნენ. დაკავებული მოზარდები დუმილის უფლებით სარგებლობენ. ადვოკატები კი არასრულწლოვანთა ინტერესების გათვალისწინებით დეტალებზე არ საუბრობენ. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი 2 ადამიანი დააკავეს საცხოვრებელ სახლში. პრობლემა ამ შემთხვევაში არის ორგანიზებული ჯგუფის წევრობა. მეტი რეალურად რა ხდება საქმეში ვერ გიპასუხებთ. დამამცირებელი და ძალადობის ამსახველი ვიდეოები, რომელსაც ბრალდებულები თავად იწერდნენ, ახლა მათ წინააღმდეგ მთავარი მტკიცებულებაა. პროკურორი კურიერი პიესთან განმარტავს, თუ რა სქემით მოქმედებდა დედაქალაქის მასშტაბით ორგანიზებული ჯგუფი. სხვადასხვა ჯგუფებს აერთიანებს ძალადობრივი საფუძველი ნიადაგი, რომ ისინი ფიზიკურად გაუსწორდნენ იმ პირებს, რომლებიც მიუღებელია მათი იდეოლოგიისათვის, თავიანთი ცხოვრების წესით, თქვათ იდენტობით და თუნდაც თქვათ მოქალაქეობის კუთხითაც და მათთვის მიუღებელ ადამიანებს ისინი უსწორდებოდნენ აი ამ ძალადობით, რომელიც ხშირ შემთხვევაში სამწუხაროდ იყო სასტიკი და ჩვენს მხრიდან დაკვალიფიცირდა როგორც წამება და დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობა. ნეონაცისტური დაჯგუფების ლიდერები სამართალდამცველებმა ჯერ კიდევ გასული წლის ზაფხულში დააკავეს. მათ შორის ბერგმანის სახელით ცნობილი ძალადობრივი ჯგუფის მეთაური 30 წლის ლევან აბესაძე. მიუხედავად ამისა, ნეონაცისტების ქსელთან დაკავშირებული არაერთი ახალგაზრდა უმძიმეს დანაშაულებს კვლავ განაგრძობდა. სერიულ ძალადობას უკვე ათობით დაზარალებული და ასევე ათობით ბრალდებული ჰყავს. დანაშაული 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. გამოძიება არ გამორიცხავს, რომ დამნაშავეთა წრე კიდევ გაიზარდოს.